რამდენიმე წუთში ბათუმობის დღესასწაულის ფარგლებში გამართული სხვადასხვა სპორტული ღონისძიების მონაწილეთა დაჯილდოვება დაიწყება. ცერემონიას ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი დაესწრება. შეჯიბრი დღის განმავლობაში ერთდროულად 8 სხვადასხვა სპორტულ სახეობაში ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. მათ შორის მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც როგორც პროფესიონალები, ასევე მოყვარულებმაც მიიღეს მონაწილეობა. ტურნირები ჩატარდა სპორტულ კარატეში, ბილიარდსა და მკლავ ჭიჭიც. გამარჯვებულ სპორტსმენებს ასები და სიგელები გადაეცემათ. დღეს ძალიან კარგი განწყობა მაქვს, რადგანაც იყო ბათუმის შეჯიბრი, ძალიან მომწონს, რომ ესეთი სპორტული შეჯიბრები იტარდება ჩვენში. ძალიან დადებული ორთაბრძოლები იყო და კმაყოფილი ვარ, პირველი ადგილი ავიღე. გრძელდება სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები. ამ ღონისძიებებს ახორციელებს ქალაქ ბათუმის მერია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. დღეს სპორტის 8 სახეობაში გაემართება სპორტული ღონისძიებები. სულ რამდენიმე წუთში დაჯილდოვდება მაგიდის ჩოგბურთელები და ბილიარდეები, ასევე სპორტული კარატისტები, სპორტსმენები და მკლავჭიდი დაჯილდოვდება სადღაც 9 საათში.